აი, წარმოვიდგინეთ ასეთი სცენა, 1195 წელია, ახალგაზრდა ქალმა, რომელიც სულ რაღაც ცოტა ხნის წინ დარჩა ტახტზე სრულიად მარტო, უპრეცედენტო, მართლა წარმოუდგენელი რამ გააკეთა. მან საკუთარი ქმარი, ანუ რუსი უფლისწული, უბრალოდ ქვეყნიდან გააძევა. კი, და ეს არ იყო ხომ იცით უბრალოდ შუა საუკუნეების სამეფო კარის მორიგი ოჯახური სკანდალი, ნამდვილად არა. ზუსტად. ეს იყო პოლიტიკური გადარჩენის, ძალაუფლების კონსოლიდაციისა და ძალიან ცივ სისხლიანი სტრატეგიული გათვლის ნამდვილი მასტერკლასი. მოგესალმებით. თუ ოდესმე დაინტერესებულ ხართ, როგორ მოახერხა ამ ახალგაზრდა ქალმა ფეოდალური ინტრიგების დაუნდობელ გარემოში გადარჩენა და უზარმაზარი პანკავკასიური იმპერიის შექმნა, ეს ჩვენი დღევანდელი ჩაღრმავება სწორედ თქვენთვისა. ნამდვილად. დღეს ჩვენი სამიზნე თამარ მეფის ეპოქაა. დაახლოებით 1178-დან 1213 წლამდე პერიოდი. ჩვენ ვეღრდნობით ისეთ მნიშვნელოვან წყაროებს, როგორიცაა ქართლის ცხოვრება, კერძოდ ისტორიანი და აზმანი შარავანდეთანი და ბასილი ეზოს მოძღვრის ტექსტები. რა თქმა უნდა, თანამედროვე აკადემიურ კვლევებთან ერთად. და აუცილებლად უნდა დავამატოთ, რომ ჩვენი მიზანი შორს სცდება, ასე ვთქვათ, მშრალი თარიღებისა და ფაქტების ჩამოთვლას. ისტორია ხომ არ არის მხოლოდ ის, თუ რა მოხდა. აბარა. ბევრად უფრო მნიშვნელოვანია თავად მექანიზმების გაგება. როგორ მუშაობდა ფეოდალიზმი, რა ეკონომიკური ბერკეტები არსებობდა, როგორ წარმოებდა დიპლომატია. ჩვენი მისია რომანტიზებული, ლამის ღვთაებრივი მითების მიღმა, დაგანახოთ რეალური, ულმობელი და ურთულესი პოლიტიკური ეპოქა. ხო, იმიტომ რომ ეს მითები ხშირად ფარავს რეალობას. კარგი, მოდით დავიწყოთ საბაზისო კონტექსტით და დავბრუნდეთ უკან 1177 წელში. ძალიან საინტერესო პერიოდია. კი, თამარის ისტორია ხო არ იწყება მისი კორონაციით. ეს იწყება უმძიმესი კრიზისით. მამამისის, ანუ გიორგი მესამის წინააღმდეგ მოწყობილი უზარმაზარი აჯანყებით. ჩვენ ყველამ ვიცით დემნა ბატონიშვილის დაბრმავებისა და დასაჭურისების ტრაგიკული ისტორია. მაგრამ აქ მთავარი სხვა რამეა. ხო, როდესაც წყაროებს უღრმავდებით, აშკარა ხდება, რომ ეს არ იყო უბრალოდ გიორგის როგორც რაღაც ტირანის სისასტიკე. ორბელები ხო სინამდვილეში არ იბრძოდნენ დევნას, ასე თქვათ, კანონიერი უფლებებისთვის. არა. აბსოლუტურად სწორი აქცენტია. ლეგიტიმაციის საკითხი შუა საუკუნეებში ხშირად იყო იცით, მხოლოდ ლამაზი ფასადი ძალაუფლებისთვის ბრძოლაში. ივანე ორბელი იმ დროისთვის სახელმწიფოში მეორე პირი იყო. ამირ სპასალარი, ხო. დიახ, ამირ სპასალარი, ანუ შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი და ორბელების კლანი ფლობდა უზარმაზარ ტერიტორიებს, მათ შორის ლორეს. მათი რეალური მიზანი იყო, რომ თახტზე დაესვათ სუსტი მარიონეტი. დემნას სახით. ზუსტად. დემნა, რომელიც ივანე ორბელის სიძე იყო. ეს მათ მისცემდა საშუალებას გამხდარიყვნენ სახელმწიფოს ფაქტობრივი მმართველები. ანუ დემნა მათთვის უბრალოდ ტროას ცხენი იყო სამეფო კარზე შესაღწევად. ანუ გიორგი მესამის სასტიკი რეაქცია, ეს ორბელების საგვარეულოს ფიზიკური განადგურება და დემნას დასაჭურისება იყო ძალიან ცივსისხლიანი და პრაგმატული დარტყმა. დიახ, სხვა გზა უბრალოდ არ ქონდა. და სხვათა შორის მინდა თქვენი, მსმენელის ყურადღება მივაქციო ერთ დეტალს. ეს დასაჭურისება და დაბრმავება არ იყო მხოლოდ ტრადიციული დასჯა. შუა საუკუნეების პოლიტიკურ ლოგიკაში თახტის პრეტენდენტი ფიზიკურად უნაკლოვნა ყოფილიყო, ხო? კი, აუცილებლად. ფიზიკური ნაკლი ნიშნავდა თახტის უფლების დაკარგვას. ხო და ამ აქტით გიორგიმ დემნას პოლიტიკური ღირებულება ფაქტობრივად გაანულა. და სწორედ ამ კრიზისმა განაპირობა ის, რაც მომდევნო, 1178 წელს მოხდა, თამარის თანამოსაღდრედ კურთხევა. ეს არ იყო პროგრესიული რაღაც ფემინისტური ნაბიჯი გიორგის მხრიდან, ხო? სტრატეგია და პრევენციული ანტიფეოდალური მანევრი. გიორგი უბრალოდ მიხვდა, რომ თუ მემკვიდრის საკითხს თავისივე სიცოცხლეში არ დახურავდა, მისი სიკვდილის წამსვე ქვეყანა სამოქალაქო ომში ჩაეფლობოდა. ლოგიკურია. თამარის მეფედ კურთხევით მან ფეოდალურ ელიტას ყოველგვარი იურიდიული მანევრირების საშუალება მოუსპო. თუმცა იცით, მიუხედავად გიორგის მცდელობისა, სისტემა მაინც ძალიან მყიფე რჩებოდა. და აი ამ სისუსტემ იფეთხა ზუსტად 1184 წელს, როცა გიორგი გარდაიცვალა. თამარი მარტო დარჩა და მას მეორედ უკვე დამოუკიდებელ სუვერენად აკურთხებენ გელათში. აი აქ შემოდის სცენაზე ყუტლუ არსლანი. თავისი კარავის იდეით.
მოდით ეს გავაანალიზოთ. კი ბატონო, ეგ ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული მომენტია. ჩემთვის ეს მოთხოვნა ძალიან გავს თანამედროვე კორპორატიული დირექტორთა საბჭოს ქმედებას, რომელიც ცდილობს, რომ ახალგაზრდა, ასე ვთქვათ, გამოუცდელ CIO-ს რეალური ძალაუფლება ჩამოართვას და მხოლოდ სიმბოლური ფიგურად აქციოს. კუთლუ არსლანს ხომ სურდა, რომ საკანონმდებლო და სასამართლო ძალაუფლება ისანში დაარსებულ კარავში გადასულიყო. ეგ არის იდეალური ანალოგია, მართლა. კარავი რეალურად იყო პირდაპირ ოლიგარქიული ინსტიტუტის შექმნის მცდელობა. არისტოკრატია სარგებლობდა თამარის სქესითა და ახალგაზრდობით. გიორგის რკინის ხელი აღარ იყო. ზუსტად ეგ არის. გიორგი მესამის რკინის ხელი აღარ იყო და მათ გადაწყვიტეს სამეფო აბსოლუტიზმის დემონტაჟი. თამარის მდგომარეობა იყო უკიდურესად კრიტიკული, რადგან მისი ლეგიტიმაცია ჯერ კიდევ ეჭვქვეშ იდგა. და მან კუთლუ არსლანი დააპატიმრა. დიახ, დააპატიმრა, მაგრამ ამან მხოლოდ გაამწვავა სიტუაცია. მისმა მომხრეებმა იარაღს მოჰკიდეს ხელი. და აი აქ, ჩემი აზრით, არის ის მომენტი, სადაც თამარი როგორც პოლიტიკოსი იბადება. წყაროები გვეუბნებიან, რომ მან შეიარაღებული დაპირისპირების ნაცვლად აირჩია დიპლომატია. მან გაგზავნა ორი წარჩინებული ქალბატონი, კრავაიჯაყელი და ხვაშაკ ცოქალი. ძალიან შკვიანური სვლა იყო. მაგრამ მოდით ავხსნათ ეს მექანიზმი ჩვენი მსმენელისთვის. რატომ იმუშავა ამან? რა ბერკეტი ჰქონდათ ამ ქალებს შეიარაღებული ამბოხებულების წინააღმდეგ? აქ გადამწყვეტი როლი ითამაშა შუა საუკუნეების კულტურულმა და ფეოდალურმა კოდექსმა. უაღრესად პატივცემული, ასაკოვანი მატრიარქების გაგზავნა მოლაპარაკებებზე გენიალური იყო. ანუ ვერ შეეხებოდნენ მათ. რა თქმა უნდა, ფეოდალური ეთიკით ამბოხებულები ვერ გაბედავდნენ ელჩი ქალბატონების შეურაცხყოფას. ამან თამარს მისცა ყველაზე ძვირფასი რამ პოლიტიკაში – დრო. და დრომ გააგრილა ემოციები. ომი თავიდან არიდა ქვეყანას, თუმცა ხომ იცით კომპრომის ყოველთვის აქვს ფასი. ფასი კი საკმაოდ მაღალი იყო. თამარს მოუწია მამამისის ერთგული კადრებს, მოდი ასე ვთქვათ, ავტობუსის ქვეშ შეგდება. ნამდვილად. მაგალითად, ყივჩაღი ამირ სპასალარი ყუბასარი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა იყო დემნას აჯანყების ჩახშობაში, მან თანამდებობიდან გადააყენა უბრალოდ იმიტომ, რომ ის არ იყო წარჩინებული წარმოშობის. და ეგ ელიტას აღიზიანებდა? ხო, გარდა ამისა, უზარმაზარი გავლენის მქონე კათოლიკოს პატრიარქ მიქაელ მეოთხეს, რომელმაც მხარი დაუჭირა თამარს, მან გადასცა კანცლერის, ანუ მწიგნობარ თუხუცესის პოსტი. მან ფაქტობრივად გააერთიანა სახელმწიფოსა და ეკლესიის უმაღლესი თანამდებობები. ეგ უპრეცედენტო რამ იყო. და ეს მაჩვენებს თამარს არა როგორც რაღაც ზეციურ იდეალისტ დედოფალს, არამედ როგორც ძალიან პრაგმატულ ტაქტიკოსს. მან ზუსტად იცოდა რა უნდა დაეთმო დღეს, რომ ხვალ ძალაუფლება შეენარჩუნებინა. თეთანხმებით. და ეგ იძულებითი კომპრომისები პირდაპირ უკავშირდება შემდეგ დიდ კრიზისს, აი თამარის პირველ ქორწინებას. ოხ, ეგ ცალკე თემაა. კი, როცა კუთლუ არსლანის კრიზისი განიმუხტა, ფეოდალებმა სხვა გზით სცადეს მეფის კონტროლი. 1185 წელს აბულასანის ფრაქციამ თამარს ფაქტობრივად თავს მოახვია ქორწინება იური ბოგოლუბსკისთან. მოდით შევჩერდეთ იურიზე. წყაროები მას აღწერენ როგორც კარგ სარდალს, მაგრამ ამავდროულად ლოცს და რაღაც სოდომური ცოდვებით შეპყრობილ ადამიანს. ხო, წყაროები საკმაოდ მკაცრია მის მიმართ. მაგრამ მოდით ვიყოთ გულწრფელები. მისი გაძევობა 2 წელიწადნახევრის შემდეგ მართლა მისი ზნეობრივი დეგრადაციის ბრალი იყო, თუ ეს იყო ცივსისხლიანი პოლიტიკური წმენდა. სიმართლე გითხრათ, იურის შერჩევა თავიდანვე გეოპოლიტიკური და შიდა ფეოდალური კომპრომისი იყო. ქართველ დიდებულებს ჭირდებოდათ არმიის მეთაური, უცხოელი პრინცი, რომელსაც ადგილობრივ კლანებთან არანაირი კავშირი არ ექნებოდა. ანუ რომ არც ერთი კლანი არ გაძლიერებულიყო სხვების ხარჯზე, ხო? ზუსტად. იური უბრალოდ პაიკი იყო ამ თამაშში. თუმცა მისმა ქცევამ რეალური იყო ეს თუ გადაჭარბებული ქრონიკების მიერ, თამარს მისცა იდეალური იურიდიული და მორალური პრეტექსტი. ანუ საბაბი იპოვა. კი. როდესაც თამარმა ძალაუფლება საკმარისად განიმტკიცა, მან ეს პრეტექსტი გამოიყენა და იური ქვეყნიდან გააძევა. და ეს იყო ალბათ მისი სრული ემანსიპაციის მომენტი. მოიცადეთ, აი აქ ერთი საინტერესო დინამიკა იკვეთება. როდესაც თამარი მეორედ ქორწინდება, ამჯერად დავით სოსლანზე, რომელიც უკვე მისი პირადი არჩევანია. როგორ იცვლება ძალთა ბალანსი? ძალიან რადიკალურად იცვლება.
იმიტომ რომ დავით სოსლანი მეთაურობს არმიას, იგებს ურთულეს ბრძოლებს, მაგრამ ის არ არის თანასწორი მმართველი, მე ასე ვხედავ, თამარმა მასზე დაქორწინებით და არმიის ჩაბარებით ფაქტობრივად სამხედრო რისკების აუთსორსინგი მოახდინა. ვა, საინტერესო ტერმინია. თუ ქართული ჯარი დამარცხდებოდა, ეს ხომ სარდლის, დავითის ბრალი იქნებოდა. მაგრამ თუ გაიმარჯვებდა, მთელი დიდება და პოლიტიკური კაპიტალი თამარს როგორც სუვერენს მიეწერებოდა. ეს ძალიან ღრმა და ზუსტი დაკვირვებაა. დავით სოსლანი ხომ ბაგრატიონთა ოსურის შტოს ეფრემიდების წარმომადგენელი იყო. მას ჰქონდა სამეფო სისხლი, მაგრამ არ გააჩნდა ადგილობრივი მიწები და გავოენა საქართველოში. რაც მას უსაფრთხო პარტნიორად აქცევდა არისტოკრატიისთვის. ნამდვილად, ის მართლაც გენიალური სარდალი აღმოჩნდა, თუმცა პოლიტიკურად ის რჩებოდა დაქვემდებარებულ პოზიციაში. ამას ძალიან კარგად ასახავს იმდროინდელი ტერმინოლოგია. თამარი ატარებდა ტიტულს მეფე. არა დედოფალი, არამედ მეფე. რაც უზენაეს აბსოლუტურ სუვერენს ნიშნავს. დავითი კი იყო უბრალოდ მეფის თანამოსაკდრე მეუღლე. ქართულ ენაში სქესის არარსებობამ საშუალება მისცა თამარს სრულად შეეთვისებინა მამაკაცური მმართველის ძალაუფლების ატრიბუტიკა. და მემკვიდრეობის საკითხიც მოგვარდა. რა თქმა უნდა, ლაშა გიორგისა და რუსუდანის დაბადებამ საბოლოოდ დაასამარა ნებისმიერი სხვა პრეტენზია ტახტზე. და როდესაც შიდა ფრონტი სრულად სტაბილიზებულია, ელიტა დამორჩილებული და მემკვიდრეები დაბადებული, თამარი იწყებს საგარეო ექსპანსიას. მოდით ვისაუბროთ ამ სამხედრო ტრიუმფებზეც. აუცილებლად ეს ოქროს ხანის პიკია. გვაქვს შამქორის ბრძოლა 1195 წელს, სადაც ქართულმა არმიამ აბუ ბაქრის კოალიცია გაანადგურა. შემდეგ ბასიანის ეპიკური ბრძოლა 1204 წელს რუმის სულთანის წინააღმდეგ. ჩვენ ყველას გვახსოვს ის სცენა, როგორ აცილებს თამარი ჯარს ვარძიიდან, არა? კი, ეგ ძალიან ცნობილი ეპიზოდია. და ბოლოს კარის, დღევანდელი ყარსის აღება 1204 წელს. მაგრამ მოდით ვიფიქროთ სტრატეგიაზე. ეს ხომ არ იყო მხოლოდ ბრმა ექსპანსია და ტერიტორიების მიტაცება. რა იდგა კარის აღების უკან? კარის აღება უაღრესად მნიშვნელოვანი იყო გეოსტრატეგიული თვალსაზრისით. კარი იყო კარიბჭე მცირე აზიისკენ. სავაჭრო კვანძი. ზუსტად. მისი კონტროლი ნიშნავდა სამხრეთ-დასავლეთ საზღვრების სრულ უსაფრთხოებას და რაც მთავარია, სავაჭრო გზების გაკონტროლებას. თამარის სამხედრო სტრატეგია ეფუძნებოდა არა უშუალოდ ტერიტორიების ანექსიას, არამედ ვასალური ბუფერული სახელმწიფოების ქსელის შექმნას. რომლებიც ფარად გამოადგებოდა საკუთრივ საქართველოს. დიახ, ეგ იყო მთავარი თავდაცვითი მექანიზმი. ბუფერულ სახელმწიფოებზე საუბრისას, უნდა მივიდეთ ჩემთვის ყველაზე საყვარელ ეპიზოდამდე. 1204 წელი. ეგ მართლა გენიალურია. მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობა ანადგუებს კონსტანტინოპოლს. ბიზანტიის იმპერია ინგრევა და რა შვება თამარი? ის არ ვარდება პანიკაში თავისი მთავარი ქრისტიანი მოკავშირის დაცემის გამო. ის იყენებს ქართულ ჯარს, რათა შავი ზღვის სანაპიროზე დაარსოს ტრაპიზონის იმპერია და მის სათავეში თავისი ძმისულები, ალექსი და დავით კომნენოსები ჩააყენოს. კი. ჩემთვის ეს ვგავს სიტუაციას, როცა შენი მთავარი კორპორატიული კონკურენტი კოტრდება და შენი მწამსვე ყიდულობ მის მთელ მომარაგების ჯაჭვს. ეს ხომ უბრალოდ ნათესაური სიკეთე არ ყოფილა, არა? ნამდვილად არა. ეგ იყო გეოპოლიტიკური გენიალურობის მწვერვალი. კონსტანტინოპოლის დაცემამ შექმნა უზარმაზარი პოლიტიკური და ეკონომიკური ვაკუუმი რეგიონში. შავი ზღვის სავაჭრო მარშრუტები დარჩა მხარველის გარეშე. ველური დასავლეთი თვით გახდა. ქტობრივად შექმნა მარიონეტული პროქართული სახელმწიფო. ამან უზრუნველყო საქართველოს დასავლეთ საზღვრების დაცვა და რაც უფრო მნიშვნელოვანია, ქართველებს მისცა პირდაპირი წვდომა და კონტროლი შავი ზღვის უმდიდრეს სავაჭრო მარშრუტებზე. ფაქტობრივად ეკონომიკური ჰეგემონია დაამყარა. აბსოლუტური ჰეგემონია. ეკონომიკამ მიგვიყვანა კიდევ ერთ მნიშვნელოვან თემამდე. წყაროები წერენ, რომ ამ პერიოდში გლეხი აზნაურს დაემსგავსა, აზნაური დიდებულსო. შემოდიოდა უზარმაზარი ხარკი ვასალებისგან. შირვანიდან, ხლათიდან, მაგრამ მოდით ჩავიხედოთ ეკონომიკის მექანიზმებში. ფინანსური სისტემა ძალიან საინტერესოა.
მე მაოცებს თამარის მონეტები. აი წარმოიდგინეთ, მართლმადიდებელი მონარქი, რომელიც ებრძვის მუსლიმურ კოალიციებს, ჭრის მონეტებს, სადაც ერთ მხარეს ქართული წარწერაა, ხოლო მეორე მხარეს არაბულად წერია, რომ ის არის მესიის ჩემპიონი, ან მესიის მახვილი. ხო, ეგ ბევრს გვირს ხოლმე. რატომ? ნუ თუ რელიგია მთავრდებოდა იქ, სადაც იწყებოდა ბაზარი. დიახ, ეს არის რეალ პოლიტიკის აბსოლუტური განსახიერება. შუა საუკუნეებში ფულს არ ქონდა ისეთი აბსტრაქტული ღირებულება, როგორც დღეს. მონეტა იყო ნდობის აქტი. ნდობის აქტიანო. საქართველოს ეკონომიკა მჭიდროდ იყო ინტეგრირებული ისლამურ აღმოსავლეთთან, აბრეშუმის გზის მარშრუტებთან. არაბიის, პარსი თუ თურქი ვაჭრებისთვის, რომლებიც თბილისის ბაზრებზე მოდიოდნენ, ეს მონეტები უნდა ყოფილიყო ლეგიტიმური და გასაგები. გასაგებია. რომ მიეღოთ ვაჭრობაში. ზუსტად. თამარმა ძალიან კარგად იცოდა გამიჯრუნა. ბრძოლის ველზე ის იყო ქრისტიანული სამყაროს დამცველი, მაგრამ ეკონომიკურ პოლიტიკაში ის იყო პრაგმატული მმართველი. მან იცოდა, რომ ვაჭრობას სჭირდება სტაბილურობა და ინკლუზიურობა. ანუ არაბული წარწერები იყო სიგნალი აღმოსავლური ბაზრებისთვის. დიახ, სიგნალი, რომ საქართველო არის უსაფრთხო და საიმედო სავაჭრო პარტნიორი. ეკონომიკურმა კეთილდღეობამ კი მოიტანა ის, რასაც ჩვენ დღეს კულტურულ რენესანსს უწოდებთ. მაგრამ მე მინდა ამასაც ცოტა კრიტიკულად შევხედოთ. კი ბატონო. ჩვენ გვაქვს შავთელის აბდულმესია, ჩახრუხაძის თამარიანი, სადაც თამარს, მზეს და ღვთაებრივ სიბრძნეს ადარებენ. რა თქმა უნდა, რუსთაველის ვეფხის ტყაოსანიც ამ ეპოქის გვირგვინია. ასევე გვაქვს ვარძიის გრანდიოზიოზული კლდეში ნაკვეთი კომპლექსი. რომელიც ერთდროულად სამხედრო ბაზაც იყო და მონასტერიც. ზუსტად. ხო და მეჩვენება, რომ ეს კულტურული აფეთქება არ იყო მხოლოდ დიცით ხელოვნების სიყვარული. ეს იყო სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული უმძლავრესი პროპაგანდის მანქანა, არა? ეჭვგარეშეა. შუა საუკუნეებში ხელოვნება ყოველთვის პოლიტიკის იარაღი იყო. თუ დავაკვირდებით თამარის შემორჩენილ ფრესკებს, აი ბეთანიასა და ყინწვისში, ჩვენ დავინახავთ ძალიან კონკრეტულ ვიზუალურ სტრატეგიას. რა სტრატეგიას გულისხმობთ? ხატმწერებმა გენიალურად შეუთავსეს ბიზანტიური სამეფო იკონოგრაფია, ძვირფასი სამოსი, შარავანდედი, დგომის მანერა, სპარსულ ესთეტიკურ სტანდარტებს. მაგალითად, ნუშისებრი თვალები და შეერთებული წარბები. ეს პორტრეტები არ იყო უბრალოდ ნახატები. ეს იყო იმდროინდელი პოლიტიკური პლაკატები. საინტერესოა. მათი მიზანი იყო, რომ მოსახლეობისთვის და ვასალებისთვის ეჩვენებინათ თამარი, როგორც მიწიერი ღვთაება ქრისტეს თანასწორი თავის სამეფოში. ამით საბოლოოდ ნადგურდებოდა ნებისმიერი კითხვა მისი, როგორც ქალის, მმართველობის ლეგიტიმაციაზე. და ამან რა თქმა უნდა იმუშავა. მაგრამ ხომ იცით, ყველა ოქროს ხანას აქვს თავისი დასასრული. 1213 წელს, თუმცა ზოგიერთი წყარო ოდნავ ადრინდელ თარიღსაც ასახელებს, თამარი გარდაიცვალა აგარანის ციხეში. დიახ, ეგ ტრაგიკული მომენტია. წყაროები აღწერენ აპოკალიფსურ გლოვას. ხალხი თავებს იცემდა, თმებს იგლეჯდა. თამარმა დატოვა წარმოუდგენლად მძლავრი იმპერია ლაშა გიორგისა და რუსუდანის ხელში. მაგრამ როგორ აფასებს ისტორიული მეცნიერება მის მემკვიდრეობას გრძელვადიან პერსპექტივაში? შეძლო ამ სისტემამ მისი სიკვდილის შემდეგ გადარცენა? სამწუხაროდ არა. სისტემა, რომელიც თამარმა შექმნა, ზედმეტად იყო დამოკიდებული მის პირად ავტორიტეტზე, მის ქარიზმასა და დიპლომატიურ გენიალურობაზე. მან დატოვა პანკავკასიური იმპერია, მაგრამ მალევე დაიშალა. კი, მისი გარდაცვალებიდან ძალიან მალე. გეოპოლიტიკური ლანდშაფტი რადიკალურად დაიმსხვრა. ჯერ იყო ხვარაზმელთა შემოსევები ჯალალედინის მეთაურობით, შემდეგ კი მონგოლთა დამანგრეველი იმპერიული ტალღა. თამარის შვილებმა ვეღარ შეძლეს ამ უპრეცედენტო საფრთხეებთან გამკლავება. ვეღარ შეძლეს იმ აპარატის მართვა. ხო, მათ აღარ ყავდათ ის გამოცდილი სახელმწიფო აპარატი და ის მექანიზმები, რასაც თამარი ასე ოსტატურად მართავდა. ოქროს ხანა რეალურად დასრულდა. ეს გვაბრუნებს ჩვენი საუგრის დასაწყისთან. თამარის გარდაცვალებიდან საუკუნეების განმავლობაში ხალხურმა მეხსიარება მის სრულიად მითოლოგიზებულ ფიგურად აქცია. მთაში აი ფშავ ხევსურეთში ის ლამის წარმართულ ამინდის ღვთაება პირიმზესთან გაიგივეს. მის სახელზე ლოცულობდნენ კიდეც. ნამდვილად ასია. შორს რომ არ წავიდეთ, რუსეთის цаრი ივანე მრისხანე კაზანის აღების წინ თავის არმიას თამარის სამხედრო ტრიუმფების მაგალითით ამხნევებდა. ის
იქცა სიმბოლოდ, რომელიც სცდებოდა საქართველოს საზღვრებს. კი, მისი სახელი რეგიონალური მასშტაბით ჟღერდა. მაგრამ დღევანდელი ანალიზის შემდეგ მინდა თქვენ ჩვენს მსმენელს ერთი საბოლოო, ასე ვთქვათ, პროვოკაციული საფიქრალი დაგიტოვოთ. დაფიქრდით ამაზე. ხომ არ გადაფარა და შთანთქა წმინდა და სათნო დედოფლის რომანტიზებულმა ლამაზმა მითმა ის რეალური, ულმობელი, ცივსისყლიანი და ბრწყინვალე პოლიტიკური სტრატეგოსი, რომელიც თამარის სინამდვილეში იყო? ეგ ძალიან კარგი კითხვაა. მიდან გააძევა საკუთარი ქმარი, დაარსა მარიონეტული იმპერიები და რელიგიური მოტივები ოსტატურად გამოიყენა ეკონომიკური ექსპანსიისთვის. იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ ამახსოვრდება ისტორიას თავისი ყველაზე ძლევამოსილი ქალები და რამდენად ხშირად უმალავთ მათ სუფთა გენიალურ სისასტიკეს სიწმინდის შარავანდედის მიღმა. შევხვდებით შემდეგ ჩაღრმავებაზე.